დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მოგილოცოთ ყველას 8 მარტის დღესასწაული. დავბრუნდით, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი სილამაზით დავბრუნდით. ჩვენი სტუდია არის ულამაზესი არსებებით სავსე, ძალიან კარგი ფერებით არის სავსე და ძირითადად დომინირებს ქალთა სქესი და მე თითოეულ მათგანს მინდა მივულოცოთ დღევანდელი დღე 8 მარტი. ჩვენი შემდეგი სტუმრები ადამიანები, რომლებზეც ახლა მოგახსენებდით, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღესთან არიან დღევანდელ დღესთან დაკავშირებით არიან ჩვენთან მობრძანებულები. ესენი გახლავთ დიზაინის სახლის სილუეტის ხელმძღვანელი თეა გუნთაიშვილი, მარიგოლდის ხელმძღვანელი თამრიკო ნადირაძე, იგივე მარიგოლდი, როგორც თავად მითხრამან და ჟურნალ სალონის ხელმძღვანელი თამუნა შარაშენიძე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და გილოცავთ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ჩვენ როგორც ვიცით, ესე იგი მარტის ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით გქონდათ ძალიან საინტერესო ფოტოსესია. აი გვიანბეთ ამის შესახებ უფრო დეტალურად. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისთვის. ვისარგებლო პირდაპირ და მიულოცო სრულიად საქართველოს ქალებს ეს დღე და არა მარტო ქალებს, მამაკაცებსაც, იმიტომ რომ ამ დღეს ისინი ილამაზებენ ახლა მოდით, რა ვთქვათ, სიმართლე. ქალბატონებით, რა თქმა უნდა, ილამაზებენ საკუთარ ცხოვრებას. ნამდვილად. და რაც შეეხება ამ ფოტოსესიას, რომელზეც გვინდა ვისაუბროთ, ეს არის ჟურნალ სალონის მარტის ნომერი, რომელიც 15 მარტისთვის უკვე გამოდის, ეს ჟურნალი ახალი ნომერი. ეს გახოთ პროექტი დედაშვილობა, რომელიც მიუძღვენით სწორედ 3 მარტს, 8 მარტს და ამ მარტის დღესასწაულებს და რადგანაც ალბათ გადაჭარბებათ არავინ ჩამithვლის რომ ვთქვა რომ ჟურნალის სალონი ეს არის სალონური სფეროს და სილამაზის ექსპერტი საერთოდ საქართველოში და ყველაფერი ლამაზი კი იწყება სწორედ აი ამ გრძნობით დედაშვილობით აი ხო ჩვენ კადრებს ხედავთ თუ როგორ მიდიოდა ფოტოსესია და მიდიოდა ფოტოსესია იყო მე ვთვლი რომ ეს არის ყველაზე ლამაზი პროექტი ჟურნალ სალონში ვინ მიიღო მონაწილეობა ამ ფოტოსესიაში მე პირველ რიგში მინდა მოგილოცო სესილი დღე მიულოცო სრულიად საქართველოს ქალბატონებს და ეს დღე რატომღაც ისეა მარტის გაზაფხული იწყება ჩვენით ანუ ქალბატონები და ჩვენც ამ პროექტის მიზანი სწორედ ეს იყო რომ მიგველოცა ჩვენ ლამაზად სტუდია სილუეტის და ჟურნალის სალონის ეს უკვე მეორე ერთობლივი ფოტოსესია ანუ პროექტია და ამ პროექტში ჩაერთო კომპანია მარიგოლდიც მონაწილეობას რა თქმა უნდა სტუდიის სილუეტის ფოტოგრაფი იღებდა ნიკა საბულო ამ ფოტოებს და როგორც ახლა ლევანია მარტო ამდენ ქალბატონთან ასე იყო ფოტოსესიის დროს ნიკაც და ძალიან სასიამოვნო იყო მისთვისაც ამდენ მშვენიერ ქალბატონთან მუშაობა იყვნენ ცნობადი სახეებით და ასევე გამოცდილებით და გამოუცდელებით მხოლოდ ამ ფოტოსესიაში მე ცნობადი სახეებიდან უფრო კონკრეტულად იყო ლალი ტოტიკაშვილი თავის ორ შვილთან ერთად დღეს სამწუხაროდ ვერ მოვიდა ჩვენთან ერთად და დღეს მინდა თქვენი ეთერის საშუალებით მიულოცო და ძალიან ბევრ კარგ პროექტებს გთავაზობთ ეს ერთობლივი პროექტების დამეთანხმებით რომლებიც თქვა ჟურნალის შემდგომ ნომრებში გაგრძელდება რა თქმა უნდა საერთოდ იცით ჩვენ და თამუნა უფრო დიდი ხნის ისტორია გვაქვს საერთო პროექტების მეგობრობის და პროექტებისაც პროექტებით დაიწყო და დღემდე გრძელდება ეს და საერთოდ შემოგვიერთა დიზაინის სახლის სილუეტი და მე ვიძახი იცით რაც რომ აი ერთიანობით ყოველთვის შეიძლება უკეთესი შედეგი მივიღოთ ძალაერთობაშია ხო და აი რა ვიცი ძალიან ბევრი ლამაზი პროექტი და ერთ-ერთი თქვენ ხედავთ თქვენ ჟურნალის ეს არის ჟურნალი ხო კი შეგიძლიათ გადაათვალიეროთ გაეცნოთ და მინდა თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ თქვენც მოგილოცოთ მიულოცოთ ჩემს მომხმარებლებს და ვუთხრა რომ ჩვენ სააღდგომო ფასდაკლებასთან და დღეს განსაკუთრებული დღეს დავუშვით ესეთი პრეცედენტიო ძალიან დიდი შეღავათები და საჩუქარი გვინდა გაუკეთოთ ვინც დღეს 8 მარტს ესტუმრება კომპანია მარიგოლდს და შეირჩევს და როგორც ახლა გვაცნობეს ფოტოსესიის ერთი კადრი ყოფილა თურმე აი ეს კომპოზიცია რომელიც აქ მოგვიწევს ეს არის დედა და სამი შვილი ფაქტობრივად სამი არიან ეს ახლა სამი ფოტოს კადრებია ეს დედა დედები თავის შვილები გოგონა რომელიც ელოდება მომავალი დედა ერთი შვილი სამი შვილი და ესე ყავდა და მინდა აღნიშნო ბოდიშ თუ კაცრავად ჩვენი მასპინძელი ეს ფოტოსესიები სადაც შედგა ეს იყო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მე ვფიქრობ რომ სწორედ ავარჩიეთ ეს არჩევანი იმიტომ რომ ძალიან
დიდი სითბო და სიმშვიდე სუფევს ამ გარემოში და ფოტოსესიას ძალიან მოუხდა. და ასევე ჩვენი პარტნიორები იყვნენ სილამაზის სახლი კეუნი და ბაგატელი, რისთვისაც დიდ მადლობას უხდით მე და აგრეთვე სპეციალურად ისრადან მოწვეულმა ქალბატონმა გაგვიკეთა ვიზაჟები, მაკიაჟები, ეს გახავთ ელგა კეზეროვი და ეს ვიზაჟის სტუდია ელმაკიაჟი, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა. 60-ის შესახებ რომ ვისაუბროთ. 60-ის შესახებ ქალბატონი თამარი ალბათ თვითონ გაგცემთ ამაზე პასუხს. ბოდიში ქალბატონი მარი, ეს საბოსია, რა თქმა უნდა, თქვენი რა თქმა უნდა, კომპანია მარიგოლდი ეს ქართული ბრენდია და ძალიან ამაყი ვარ მეთქი ამით სულ ვიძახი ხოლმე და ეს არის წარმოდგენილი, ანუ იქ კომპოზიციურად ცოტა სხვანაირი გადანაწილება იყო ერთი დედა თავის სამი შვილით, ფეხმძიმე გოგონა, რომელიც ელოდება მომავალი დედიკოა და ასევე პრედაპორტე შემოვიტანეთ ჩვენ ახალი ხაზი, ესეც საიდუმლოა დაბადების დღე გვაქვს ძალიან მალე და თქვენ ექსკლუზივი დიახ და ვაპირებ და იქ ერთ-ერთი წარმოდგენილი იცით დედა შვილია ესე წარმოვადგინეთ ნუ კიდე უფრო მეტნი ვიყავით მაგრამ დღეს შედარებით ცოტა ნაკლებად კარგი მე თქვენი ნებართვით აი ამ სილამაზეს მეუახლოვდები მოგესალმებით ძალიან ლამაზები ხართ მე ერთხელ აუნიშნე და ძალიან ბევრჯერ აუნიშნო განსაკუთრებით შეშინებული თვალებით მე ყოველთვის არსებობ რატო ეშინია ჩემი მუქფერებში როა სესილი მოდი ისე ნათელფერებზე გავუხარდე არა ახალი გაღვიძებულია და იმით მოგესალმებით მე მინდა თქვენთან მოვიდე თქვენ ბრძანდებით ორსული უკვე დედა ბრძანდებით თუ პირველ შვილს ელოდებით ხო რა მეინტერესებს თვითონ გადაღების პროცესი ერთი წუთი მიკროფონს შევეცდები რომ ჩავთო ჩართულია მე მგონი მიკროფონი მაგრამ იქნება და ის ჩვენი ხმა უკაცრავად გადაღების პროცესზე მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვით შეიძლება. პროცესი იყო ძალიან ლამაზი, ძალიან სასიამოვნო, პირველ რიგში არჩეულებრივი კაბები იყო, არჩეულებრივი გარემო იყო და რა ვიცი, გამოვიდა ძალიან კარგი ფოტოები და გადაღებითაც ძალიან სიამოვნო ყველა. ძალიან დიდი მადლობა. აი ეს თვითონ მე მაინტერესებს ვისი იდეა იყო სწორედ აი ამ კომპოზიციის მოფიქრება კონკრეტულად ამაზე ეს კოლექციიდან გამომდინარე ხა ცოტა არეულია იცით იქ ისე იყო აი ნინიკო რომელიც ზის პატარა იჯდა იქ და დედა და დედაშვილი უყურებდნენ ერთმანეთს გოგონაც ფეხზე და აი ეს დედა თავის სამი შვილით იქ ბიბლიოთეკაში პარლამენტის ბიბლიოთეკაში საჯაროში არის ძალიან ლამაზი დივანი და ძალიან ლამაზად გადანაწილდა კომპოზიცია შეიკრა და ძალიან ლამაზად იყო კომპოზიციაში ეხლა კი ეთერიდან გამომდინარე ცოტა ავურიეთ ეს კომპოზიცია. საკმაოდ ლამაზად გამოვიდა ეთერშიც. ეს ადამიანები. ეს არის მარი ლაკია, სამი შვილის დედა და არის პედაგოგი. ნინო ექსეულიძე კომპანია მარიგოლდის მენეჯერი და ქალბატონი თამარის შვილი და შვილი. სამივე ვარ წარმოდგენილი პატარა მარიგოლდი. სამი თაობა მოვიდა თქვენთან. საშუალო და დიდი. მარი ალიბეგაშვილი სტუდენტი, ნუ ყოფილი მოდელი. ქალბატონი თამარი თავის და აქვე ძალიან გთხოვთ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო და მინდა მიმართო სრულიად საქართველოს სალონურ სფეროს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ეს მათთვის და ამიტომ ვისარგებლებ ამ შემთხვევით რომ ჟურნალის სალონი აცხადებს კონკურსს მათთვის ეს იქნება სტილისტებისა და ვიზაჟისტებისთვის კონკურსი რომელიც საქართველოში არ ტარდებოდა პირველად ჟურნალმა სალონმა დაგეგმა და შარშა ვქონდა და ტელეკომპანია იმედმა ძალიან კარგი პარტნიორობა გაგვიწია ჩვენ შარშანდისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხო და წელსაც გეგმავთ და ასე რომ სრულიად საქართველოს სტილისტები და ვიზაჟისტები შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ, შეავსონ ფორმები და მიიღონ მონაწილეობა. ერთ კითხვას დავამატებ, ანუ პროფესიონალ ვიზაჟისტებზე და სტილისტებზეა საუბარი თუ მოყვარულებს არა, არა, მოყვარულებს არა, ეს გახლავთ სოფლიოში გამოცდილი აპრობირებული კონკურსი, რომელიც ყველა ქვეყანაში ტარდება, საქართველოში არ ტარდებოდა და ამის ტრადიცია სწორედ ჟურნალმა სალონმა ჩაუყარა საფუძვლად. ასაგებია. მე მინდა ძალიან დიდი კომპლიმენტები გითხრათ თითოეულ თქვენთაგანს, მაგრამ არ მიწყენთ ალბათ მე ამ პატარა არსებებს უფრო დიდ კომპლიმენტებს. არაჩვეულებრივად. ლევან მინდა ერთი გავამატო, მე ამათ არ შემიძლია რო არ თქვა, იმიტომ რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. 14 მარტს ამას თამარი არ იტყვის, 14 მარტს კომპანიას აქვს დაბადების დღე, ხვდებით 4 წლის და განსაკუთრებით მინდა კომპანიის ქალბატონებს, სულ ქალბატონები მუშაობთ, მიულოცო 8 მარტი დღევანდელი დღე თქვენი ეთერის საშუალებით. ძალიან დიდი მადლობა. ხო და იმ კომპანიაში სულ ქალბატონები რომ მუშაობთ, ერთი მამაკაცი იყოს და მიულოცო ხოლმე. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ.